საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი BeaconsFest 2026, რომელშიც ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მონაწილეობდა, დასრულდა. ფესტივალის მონაწილეებს დიპლომები და ფესტივალის სიმბოლო გადაეცათ. ბათუმის დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან წარსდგნენ იზი დაიმონდისა და ბილი უაილდერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძია. ამბავს, რომელიც 30-იანი წლების ჩიკაგოში ხდება, 19 მსახიობი ხვება, მუსიკალური კომედია, ჯაზის, ქორეოგრაფიისა და მსუბუქი იუმორის ნაზავია. ფესტივალი მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის კულტურული დიალოგისა და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას და აერთიანებდა თანამედროვე და ექსპერიმენტულ თეატრალურ პროექტებს. დასრულდა BeaconsFest-ი ყაზახეთში, კერძოდ თალდიყორღანში. საკმაოდ საინტერესო ფესტივალი გამოდგა. ძალიან საინტერესო კოლექტივები იყო ჩამოსული, როგორც თურქეთიდან, უზბეკეთიდან და ასე შემდეგ. საინტერესო სპექტაკლები ნახეთ. ჩვენი ბათუმის თეატრი, რა თქმა უნდა, ღირსეულად წარდგა მაყურებლის წინაშე და ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი მასპინძლობისათვის ამ ფესტივალის ორგანიზატორებს. წარმატებული იყო ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის თეატრისათვის, იმიტომ რომ ძალიან დიდი შემოქმედებითი კოლექტივი იყო ჩამოსული, ბევრი ქვეყანა იყო ჩამოსული და ვფიქრობ, რომ ბათუმის თეატრმა თავის მაღალი სიტყვას თქვა ყაზახეთის სცენაზე და დარწმუნებული ვარ, ჭავჭავაძის თეატრი ძალიან ბევრ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას და წარმატებული იქნება ყოველი მისი გასტროლი. ეს ფესტივალი ყოველწლიურად განსხვავებულ დონეზე ტარდება, ხშირად ექსპერიმენტული ხასიათისაა, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. მასში მონაწილეობენ თეატრები, როგორც ახლო, ისე შორეული საზღვარგარეთიდან. მაგალითად, თუ ავიღებთ საქართველოს, ყველასთვის კარგად არის ცნობილი და ყველამ ვიცით, რომ საქართველოში თეატრალური ხელოვნება უმაღლეს დონეზეა. ამიტომ ორ ქვეყანას შორის თეატრალური ხელოვნების მეგობრობა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. სპექტაკლმა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ნაცვლად აჩვენა ქართული თეატრის, ქართველი არტისტებისა და რეჟისურის უნიკალური ხელწერა. ეს არის მუსიკალური, პლასტიკური და დრამატული ელემენტების ერთ სცენაზე სინთეზის ბრწყინვალე ნიმუში, რამაც ჩვენს ფესტივალს განსაკუთრებული ერთფერი შესძინა. ამიტომ ჩვენს ქართულ კოლეგებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ სპექტაკლში, გულუხსმელ მადლობას ვუხდით. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ამ ორ თეატრს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენ შიდა შემოქმედებით კავშირებს და ეს ურთიერთობა არასოდეს შეწყდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი და საკმაოდ მსხვილი თეატრალური პლატფორმა როგორც ცენტრალურ აზიაში, ისე მთელ ყაზახეთში. ჩვენს სივრცეში მსგავსი მასშტაბის ფესტივალი, რომელიც ასე სისტემატიურად ტარდება, ჯერჯერობით სხვაგან არ გვაქვს. ეს თეატრალური ფორუმი ყოველწლიურად სულ უფრო მეტად ზრდის თავის ავტორიტეტს, მასშტაბებსა და გეოგრაფიას. პირადად ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო ამ ფესტივალზე საქართველოდან ჩამოსული თეატრის ხილვა და მათ გამოსვლაში მონაწილეობა.